მაღალმთაში სიცოცხლის შეზღუდის კონცეფციის თანახმად სიცოცხლე შეზღუდულია ძირითადად გარემოს ფიზიკური კომპონენტებით, აი იმ ძირითადი კომპონენტებით, რაც ჩვენ ზემოთ ჩამოვთვალეთ. მცენარე შეგუებულია ამ პირობებს, რათა გადარჩეს და გამრავლდეს ამ ექსტრემალურ გარემოში. და ჩვენ ვიცით, რომ სხვათა შორის მრავალი მცენარე ცხოვრობს ისეთ პირობებში, სადაც ერთი შეხედვით წარმოუდგენელიც გია იქ ცოცხალი ორგანიზმის ცხოვრება. მათ შორის უპირველეს ყოვლისა უნდა გამოვყოთ მაღალი სიმაღლეები. ცნობილმა მეცნიერმა ჰელოიმ სულ ცოტა ხნის წინ 90-იანი წლების დასაწყისში ანდებში აღმოაჩინა მცენარეული თანასაზოგადოება, ამ სურათზე არის წითლით შემოსაზღვრული, რომელიც გავრცელებულია 6000 კილომეტრის, ანუ 6000 მეტრის სიმაღლეზე. ასეთივე შეკრული ბალახოვანი მცენარეებისგან შემდგარი თანასაზოგადოებები გვხვდება ანდების რამდენიმე ტერიტორიაზე და აფრიკის მთებშიც. აქ მოცემულია ასევე 6000 მეტრზე ჰიმალაებში გავრცელებული მცენარეც და ხედავთ, რომ გარემო არის აბსოლუტურად თითქოს გამოუსადეგარი მისთვის და თითქოს ძალიან მტრული მცენარისთვის. აქ არის ძალიან ხშირი ნისლი, ძალიან ძლიერი ქარები, ამინდის კარდინალური ცვალებადობები ძალიან მოკლე პერიოდში, სულ რამდენიმე წუთში შეიძლება ზიანი ამინდი შეიცვალოს ქარბუქით და პირიქით და ძალიან ხშირია თოვლი. და გარდა ამისა, ასეთ დაქანებულ ფერდობებზე არ არის იშვიათი კორდების მოწყვეტა, ზვავები, ქვათაცვენა და მრავალი სხვა. ყველაფერთან ერთად, როგორც თუნდაც აი ამ სურათიდან ჩანს, სუბსტრატი არის ძალიან მწირი, აქ საკვები ნივთიერებებით უღარიბესი ტერიტორიებია და მცენარეს თითქოს უნდა შეექმნას პრობლემები თავისი ცხოველმოქმედებისათვის. მიუხედავად ამისა, ცნობილია მცენარეთა რამდენიმე სახეობა, რომელიც ცხოვრობს ძალიან მაღალ სიმაღლეებზე. კერძოდ ეს გახლავთ სოსურიოს გვარის სხვადასხვა წარმომადგენელი, სხვადასხვა სახეობა, რომლებიც ჰიმალაებშია გავრცელებული და ისინი იკავებენ ძალიან მაღალ ჰიფსომეტრულ სიმაღლეზე მდებარე ჰაბიტატებს 4000 მეტრიდან 5600-6000 მეტრამდე, ხოლო სოსურია გნაფალოიდეს ეს სახეობა, რომელიც ამ სურათზეც არის მოცემული, ეს მცენარე ცხოვრობს 6400 მეტრზეც კი უმაღლესი წერტილი მისი არსებობისა 6420 მეტრია. ეს არის უზარმაზარი სიმაღლე, უძნელესი ეკოლოგიური პირობები ცოცხალი ორგანიზმები, უმაღლესი ჭურჭლოვანი მცენარეების ცხოვრებისთვის. ჩვენ შეგვიძლია ასევე ვნახოთ აი ამ ცხრილში ვასკულარულ მცენარეთა გავრცელების ჰიფსომეტრული საზღვრები უკვე სხვადასხვა მთიანეთში მოცემული პროფესორ გრაფხერის და თანამშრომლების მიერ. მაგალითად, აფრიკის მთებში, კილიმანჯაროზე, კენიაზე ეს მცენარეები შეკრული მცენარეულობა 4300-4400 მეტრსაც აღწევს, ხოლო მცირე პატარა ნანოცენოზები, რამდენიმე სახეობისგან შემდგარი მცენარეული თანასაზოგადოებები კი თითქმის 6000 მეტრამდე შეიძლება შეხვდეს. ცალკეული სახეობები ინდივიდების სახით კოლოსალურ სიმაღლეს 5700-5200 მეტრს აღწევს. სუბტროპიკულ სარტყელში
მათი გავრცელება, აი მაგალითად ჰიმალაის მთებში, ანდებში 6000 მეტრსაც კი აჭარბებს, როგორც იყო უკვე ნათქვამი. ზომიერ სარტყელში მცენარეთა გავრცელების სიმაღლე კლებულობს ტროპიკულთან და სუბტროპიკულთან შედარებით. მაგალითად, ალპებში ცალკეულ ინდივიდთა გავრცელების სიმაღლე 4450 მეტრია, ხოლო დიდ კავკასიონზე 4200 მეტრი, დასავლეთ კავკასიონზე და 4000 მეტრი ცენტრალური კავკასიონის აღმოსავლეთ ნაწილში. ეს ბუნებრივია, ვინაიდან რაც უფრო მივდივართ ჩვენ ჩრდილოეთისკენ, რაც უფრო ვახლოვდებით პოლუსს, მით უფრო კლებულობს ალპური სასიცოცხლო ზონის სიმაღლე, მაგრამ პირობები, მაგალითად, სკანდინავიის მთებში 1200 მეტრზე იგივეა, რაც თქვათ ჩვენთან ცენტრალურ კავკასიონზე 3200 მეტრზე. სკანდინავიის მთების 1200-1300 მეტრი შეიძლება თქვას შეესაბამება კავკასიონის 3100-3200 მეტრს.